აი წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი, რაც კი ოდესმე გისწავლიათ მოლაპარაკებებზე. მაგალითად კომპრომისი, ლოგიკური არგუმენტები, სინამდვილეში პირიქით ხელს გიშლით. დღეს ჩვენ ჩავუღრმავდებით FBI-ის ყოფილი მთავარი მომლაპარაკებლის ქრის ვოსის მეთოდებს და მისი მთავარი იდეა ისაა, რომ საუკეთესო გარიგების გასაღები არა გონებაში, არამედ ემოციებში იმალება. ხომ გახსოვთ ბავშვებიდან გვასწავლიდან, რომ კარგი მოლაპარაკება კომპრომისია, ანუ შუაზე გაყოფა. მაგრამ რა მოხდება, თუ ვიტყვით, რომ ეს ფუნდამენტური წესი სინამდვილეში გარანტიას გაძლევთ, რომ ორივე მხარე წაგებული დარჩება? მოდით აბა ჩაუღრმავდეთ ამ ერთი შეხედვით უცნაურ იდეას. ესე იგი, აქ უკვე ვხედავთ ორ აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროს. ერთ მხარეს გვაქვს ტრადიციული მიდგომა, რომელიც გვეუბნება: იღავი ლოგიკური, იპოვე კომპრომისი. მეორე მხარეს კი არის ვოსის მეთოდი, რომელიც თითქოს ყველაფერს თავდაყირა აყენებს და გვეუბნება: დაივიწყე ლოგიკა, ფოკუსირდი ემოციაზე. ანუ მიზანი აქ შუაგზის პოვნა კი არ არა, არამედ იმის აღმოჩენაა, თუ რეალურად რა იმალება მეორე მხარის მოთხოვნების უკან. და აი ეს მარტივი მაგალითი მგონი ყველაფერს ხსნის. ხომ ხედავთ კომპრომისი, ანუ ფანჯრის ნახევრად გახება, ორივე მხარეს უკმაყოფილოს ტოვებს. ერთს მაინც ცივა, მეორეს კი ისე უხაერობა აწუხებს. პრობლემა რა არის? ის, რომ ჩვენ ფანჯერაზე ვკამათობდით და არა იმაზე, თუ რატომ უნდოდა ერთს მისი გახება და მეორეს დახურვა. მთავარი მიზეზი გამოგვერჩა. კარგი, მაშინ თუ კომპრომისი არ არის გამოსავალი, აბა რა არის? პასუხი თურმე FBI-ის საიდუმლო იარაღში იმალება. დიახ, იმ იარაღში, რომელსაც ისინი ბანკის მძარცველებთან და ტერორისტებთან მოლაპარაკებებისას იყენებდნენ. და ამ იარაღს ქვია ტაქტიკური ემპათია. და აი აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ტაქტიკური ემპათია არ ნიშნავს, რომ თქვენ მეორე მხარეს თანაუგრძნობთ ან ეთანხმებით. არა, ეს არის სუფთა სტრატეგიული ინსტრუმენტი. ეს არ არის მე ვეთანხმები შენს პოზიციას, ეს არის მე მესმის, რატომ გაქვს ეს პოზიცია. ხედავთ განსხვავებას? სწორედ ეს პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნიუანსი უღებს კარს ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე ჩიხში შესულ მოლაპარაკებას. კი, მაგრამ რატომ არის მაინც და მაინც ემოციების გაგება ასეთი კრიტიკული? მოდით უბრალოდ ციფრებს შევხედოთ. ჩვენი კომუნიკაციის მხოლოდ 7% მოდის სიტყვებზე. დაფიქრდით, მხოლოდ 7. დანარჩენი ყველაფერი არის ხმის ტონი, სხეულის ენა. და რას ნიშნავს ეს? იმას, რომ თუ თქვენ მხოლოდ იმას უსმენთ, რასაც გეუბნებიან, თქვენ საუბრის 93%-ს უბრალოდ აიგნორებთ. ანუ, კი, თქვენ უსმენთ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გესმით. კარგი, გასაგებია, თეორია საინტერესოა, მაგრამ პრაქტიკაში როგორ გამოვიყენოთ ეს ყველაფერი? აი, აქ ვოსი გვთავაზობს ორ მართლაც უმარტივეს, მაგრამ შოკის მომგვრელად ეფექტურ ტექნიკას. და საუკეთესო ისაა, რომ მათი გამოყენების დაწყება შეგიძლიათ, თუნდაც ამ ჩვენი გარჩევის დასრულებისთანავე. პირველს ქვია ეტიკეტირება, ანუ labeling. იდეა ძალიან მარტივია. თქვენ უბრალოდ ასახელებთ მეორე მხარეს ემოციას. ოღონდ ეს არ უნდა იყოს თქვენი ინტერპრეტაცია, არამედ ის, რასაც რეალურად ხედავთ. მაგალითად, როგორც ჩანს, ამ საკითხის გამო ცოტა იმედგაცრუებული ხართ. იცით, ეს ფრაზა ბომბისგან უნაღმოველებით მუშაობს. როგორც კი ემოციას სახელს არ ქმნევთ, ის თითქოს ძალას კარგავს და მთელი ის ნეგატიური ენერგია მომენტალურად ქრება. და თუ გონიათ, რომ ეს მხოლოდ რაღაც საოფისე შეხვედრებზე მუშაობს, ცდებით. აი მოусმინეთ ამ მაგალითს. რეალური ბანკის ძარცვის დროს ქრის ვოსმა მძარცველებს რადიოთი უთხრა. როგორც ჩანს, იმის გეშინიათ, რომ თუ გარეთ გამოხვალთ, არავინ მოგისმენთ. დააკვირდით, ის არ დამუქრებია, არც რამე გარიგება შეუთავაზებია, უბრალოდ მათ შიშს გაუსვა ხაზი და არქვა სახელი. და შედები წარმოუდგენელია, მაგრამ ძარცველებმა საუბარი დაიწყეს და სულ რამდენიმე წუთში მშვიდობიანად დანებდნენ. მეორე ტექნიკა. ეს კი იმდენად მარტივია, რომ თავიდან შეიძლება სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ. ამას ქვია mirroring-ი, ანუ სარკისებრი არექვა. თქვენი ერთადერთი ამოცანაა გაიმეოროთ თქვენი მოსაუბრის მიერ ნათქვამი ბოლო 1, 2 ან 3 სიტყვა. ოღონდ კითხვის ინტონაციით. სულ ეს არის მართვა. აი მაგალითად წარმოიდგინეთ, გეუნებიან ამ პროექტის ბიუჯეტი ძალიან შეზღუდულია. თქვენ რას აკეთებთ? უბრალოდ იმეორებთ, ძალიან შეზღუდულია და ჩუმდებით. აი ეს სიჩუმა, ეს პაუზა არის მთავარი. ის ჯადოსნურად მუშაობს და აიძულებს მეორე მხარეს თავად დაიწყოს ახსნა განმარტება და მოგაწოდოთ დამატებით ინფორმაცია, ისე რომ თქვენ ფაქტობრივად არც კი დაგისვამთ კითხვა. კარგი, ახლა კი გადავიდეთ შემდეგ დონეზე. იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც უბრალოდ ინფორმაციას კი არ აგროვებენ, არამედ აქტიურად ცვლიან მთელი საუბრის მიმართულებას. ეს გახლავთ კითხვების სწორად დასმის ხელოვნება და, რაც ალბათ ყველაზე უცნაურად ჟღერს, სიტყვა არას ძალის გამოყენება. აი ერთი ოქროს წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ. ამოიღეთ სიტყვა რატომ თქვენი ლექსიკონიდან. რატომ?
იმიტომ რომ კითხვა რატომ გააკეთე ეს, თითქმის ყოველთვის ბრალდებასავით ჟღერს და მეორე მხარეს მომენტალურად თავდაცვით პოზიციაში აყენებს. ამის მაგივრად გამოიყენეთ როგორ ან რა. მაგალითად, რატომ არის ეს თქვენი შეთავაზება? ნაცვლად, სცადეთ კითხვა, როგორ მივედით ამ ციფრამდე. ხედავთ, პირველი კითხვა კედელს აშენებს, მეორე კი კარს აღებს. ახლა კი მოემზადეთ, რადგან ეს ერთი ფრაზა შეიძლება მთელ თქვენს არსენალში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდეს. როდესაც ვინმე გთხოვთ რაღაც შეუძლებელს, პირდაპირ უარის, ამას ვერ გავაკეთებთ, თქმის ნაცვლად უბრალოდ მშვიდად იკითხეთ. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა შევძლო ამის გაკეთება? ეს ფრაზა უბრალოდ ჯადოსნურია. ის თქვენ მაგივრად ამბობს უარს, ისე რომ უარი არც გითქვავთ და პრობლემის გადაჭრის პასუხისმგებლობას მთლიანად მეორე მხარეს აკისრებს. ჩვენგან უმეტესობას პანიკურად გვეშინია სიტყვა არას მოსმენის, ხომ მართალია? ხო და ვოსი ამბობს, რომ ყველაფერი პირიქითაა. ჩვენ სწორედ არას მოსმენისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ამბობს არას, ის თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს. გრძნობს, რომ სიტუაციას თვითონ აკონტროლებს. დაიმახსოვრეთ, არა არასდროსაა საუბრის დასასრული. ის ნამდვილი გულწრფელი მოლაპარაკების დასაწყისია. კარგი, მოდით ახლა ეს ყველაფერი ავიღოთ და გადავიტანოთ ალბათ ყველაზე გავრცელებულ და რთულ სიტუაციაში, ფასზე ვაჭრობაში. ამისთვის არსებობს ძალიან კონკრეტული ნაბიჯ ფორმულა, რომელსაც FBI-შიც კი იყენებდნენ. ამას ქვია აკერმანის მეთოდი და ის მართლაც გენიალურად მარტივია. მოკლედ, პირველი, განსაზღვრეთ თქვენი საბოლოო სამიზნე ფასი. მეორე, თქვენი პირველი შეთავაზება უნდა იყოს ამ სამიზნე ფასის დაახლოებით 65%. მესამე, წინასწარ დაგეგმეთ ფასის 3 მომატება, რომლებიც სულ უფრო და უფრო მცირდება. თქვათ, ჯერ 85%-მდე, მერე 95%-მდე და ბოლოს 100%-მდე. იცით, ეს კლებადი ნაბიჯები ფსიქოლოგიურ სიგნალს უგზავნის მეორე მხარეს, რომ თქვენ უკვე თქვენი რესურსის აბსოლუტურ ზღვარს უახლოვთ. და ბოლოს, ყველაზე დახვეწილი დეტალი. თქვენი საბოლოო შეთავაზება არასდროს არ უნდა იყოს მრგვალი რიცხვი. რატომ? იმიტომ რომ $10,000 მგავს რაღაც მოგონილ ჰაერიდან მოტანილ ციფრს. აი, $10,370 კი ისე ჟღერს, თითქოს თქვენ ზუსტად გათვალეთ, რთული ანალიზი ჩაატარეთ და ეს არის ის კონკრეტული ციფრი, რომლის იქითაც ვეღარ წახვალთ. ეს ბევრად დამაჯერებლად გამოიყურება. მაგრამ იცით რა? არც ფასზე შეთანხმება და არც რაიმე სხვა სახის გარიგება არ არის მოლაპარაკების საბოლოო ნამდვილი მიზანი. არსებობს ერთი ჯადოსნური ფრაზა, რომლის მოსმენაც ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილ გარღვევას მიაღწიეთ. ჩვენ ყველანი რატომღაც ვცდილობთ მოვისმინოთ ფრაზა შენ მართალი ხარ. სინამდვილეში ეს კატასტროფაა. შენ მართალი ხარ უბრალოდ ნიშნავს კარგი, გთხოვ გაჩვენდი და თავი დამანებე. თქვენი ნამდვილი მიზანი სულ სხვა ფრაზაა. სწორია. სწორი არ არის ლოგიკური დათანხმება. ეს არის ემოციური შეძახილი. ეს არის მომენტი, როდესაც მეორე მხარე აცნობიერებს, რომ თქვენ მას არა მხოლოდ მოусმინეთ, არამედ ნამდვილად გაუგეთ და აი სწორედ ამ მომენტში იხსნება კარი რეალური ცვლილებებისთვის. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ეს არის თქვენი ახალი ინსტრუმენტების ყუთი, სარკე, ეტიკეტები, კალიბრირებული კითხვები, მაგრამ გახსოვდეთ, ეს უბრალოდ ტექნიკების ნაკრები არა. ეს არის აზროვნების სრული ტრანსფორმაცია. მიზანი გამარჯვება კი არა, გაგებაა. კომპრომისის ნაცვლად თქვენ ეძებთ ფარულ ინფორმაციას, რომელიც ყველაფერს შეცვლის. საბოლოო ჯამში ქრის ვოსის მთხავარი გზავნილი ძალიან მარტივია. მოლაპარაკება არ არის ბრძოლის ველი. ეს არის აღმოჩენის პროცესი. თქვენი მიზანი თქვენი პოზიციის დამტკიცება კი არა, მეორე მხარის პოზიციის ბოლომდე გაგებაა. ასე რომ სანამ დავასრულებთ, დაფიქრდით ამაზე. რა იმალება იმ ერთი შეხედვით მარტივი მოთხოვნის მიღმა, რომელზეც დღეს თქვენს კოლეგას, კლიენტს ამ თუნდაც ოჯახის წევრს ეკამათებით? რა შეიძლება შეიცვალოს, თუ კი ამჯერად კამათის ნაცვლად უბრალოდ მთელი გულისხმურით მოусმენთ? პასუხმა შესაძლოა მართლა ყველაფერი შეცვალოს.